ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ მოვალს ჟამი, მოვა დრო. და ადამიანი მოვა დრო, მოვა ხვალზე 100 წლის მერე 80-ის რო გავხდები, ზოგი ჩვენგანი კი არის 80-ის უკვე, 90-ისაც ყავს მრევლში. და უცებ ესე რო არ გეგონოს, ახალგაზრდა. ამ დროს ესეთ რამეს ამბობს. მოვალ ჟამი და აწბი არის ეს ჟამი, უკვე არის ეს ჟამი. ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი, მკვდართა გარდაცვალებულებზე საუბრობს. არა, არ საუბრობს გარდაცვალებულებზე. ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი ძის ღვთისანი და რომელთა ისმინეს ცხონდნენ. არ საუბრობს ფიზიკურ მკვდრებზე, ეს სულიერ მკვდრებზე საუბრობს, რომლებსაც ღმერთი ჯერ არ განუცდიათ. ამიტომ უკვე დამდგარია ეს მოვალს ჟამი და უკვე მოსულია ეს ჟამი და კვლავ მარადისობის მოდელია. მოვა არის და ერთდროულად მოვა და არის როგორ? ანუ ეს არის მარადისობა, რომელიც ყოველივეს მოიცავს. მკვდართა ისმინეს, ანუ მკვდარი, რომელიც ღმერთს ვერ ხედავს, ასეთი მკვდარი გაიგებს ღვთის სიტყვას. რა თქმა უნდა, გარდაცვლილიც იგულისხმება, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ უსმენთ ამ სიტყვებს, დიახაც ჩვენ გვინდა რომ გავცოცხლდეთ, დავინახოთ ღმერთი, აღარ ვიყოთ მკვდარნი და თუ გავიგებთ, გადავრჩებით.